მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა აქტუალური თემა ოთომ ღებრიშვილთან ერთად. დღევანდელი გადაცემის თემაა პოლიტიკური პროცესების შეფასება. აქტუალური თემის სტუმარია პოლიტიკოსი, იურისტი ეკა ბესელია. პირველ რიგში მადლობას გიხდით ქალბატონო ეკა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ქალბატონო ეკა, როგორ შეაფასებთ პოლიტიკურ ვითარებას საქართველოში? რასთან გვაქვს საქმე? გამარჯობა. მოგესალმებით. თქვენს მაყურებელს მივესალმები. პირველ რიგში, როდესაც გამოცხადების თუ წარდგენის დროს ამბობენ ჩემს ჯერ პოლიტიკოს და შემდეგ იურისტი, მიჩნდება რაღაცნაირი იცით როგორი შეგრძნება მაქვს, რომ მინდა რომ პირიქით თქვან მე ჯერ იურისტი ვარ. დიახ. და შემდეგ ვარ ალბათ თუ შეიძლება ესე ვთქვას პოლიტიკოსი, იმიტომ რომ კლასიკური გაგებით ალბათ ნაკლებად მე უფრო მეტად ჩემ თავს უწოდებ, რომ ვარ ადამიანი, რომელიც ჩემი პროფესიის მთავარი ღერძის სამართლიანობის იდეისთვის ვარ პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩართული. ეს შესავალი რომ გავაკეთე პრინციპში ეხმიანება თქვენს კითხვას. იმიტომ რომ დღეს რაც ხდება პოლიტიკურ პროცესში არის სრული ქაოსი, არის დიდი კრიზისი და ეს არის იმიტომ რომ დაკარგულია სამართალი. დაკარგულია სამართლის პატივისცემა და კონსტიტუციური უფლებები ადამიანის არის ადამიანების მოქალაქეების არის უგულებელყოფილი და აი ეს პოლიტიკური ქაოსი, რომელიც ღრმა კრიზისშია გადაზრდილი და არავინ არ ფიქრობს, ვისაც პასუხისგებლობა აკისრია ამაზე, რომ ეს გადაწყვიტოს, მოაგვაროს. ეს ხელს უწყობს კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას ამ კრიზისის და არ გადაწყდება ეს კრიზისი თავისი, პრობლემები არ წყდება თავისით, ის უნდა გადაწყვიტონ ადამიანებმა და ეს უნდა მოხდეს სამართლით. და სამართალი არის ის იერარქი, ის ხელსაწყო, ის ინსტრუმენტი, ის მექანიზმი, რომლითაც ყველაფერი იზომება და ყველაფერი წყდება და რომლითაც მე მშვიდდება ეს პოლიტიკური არეულობა. ამიტომაც მე როგორც იურისტი ყველაზე მძაფრად ვგრძნობ ალბათ რამდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ეხლა სამართალი დაბრუნდეს მართვაში ადამიანების ცხოვრებაში, იმიტომ რომ გითხოთ ეხლა ნებისმიერ ადამიანს, ვინც აპროტესტებს, ვინც აკრიტიკებს, ვინც წუხს, ვინც შფოთავს არსებულ ვითარებაზე, ყველას აწუხებს ის, რომ სამართალს ვერ პოულობს. ასეთი რთული პერიოდები მახსოვს ჩემს გონებას და მეხსიერების კივს შემონახული აქვს ბევრი რთული პერიოდი. მათ შორის წინა ხელისუფლების. მე მომიწია მუშაობა როგორც იურისტს პირველი მახსოვს შევარდნაძის, გუმბარიძის, გამსახურდიას, პროფესორ ჯერ გუმბარიძე, მერე პატიაშვილი, ხო, შევარდნაძე. გუმბარიძის დროს სტუდენტი ვიყავი და პროფესიული მუშაობა რო დავიწყე როგორც ადვოკატმა. ეს იყო ვარდების რევოლუციამდე, შევარდნაძის პერიოდი. სააკაშვილი შემდეგ უკვე ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში. ეს ესეთი ეხლა იმიტომ გავიხსენეს, რომ ესეთი პოლიტიკური რყევები, ესეთი კრიზისული სხვა ფორმით გამოხატული პროცესები მინახავს და ჩემი პროფესიით ყოველთვის ვიყავი აქტიურად ჩართული. მაგრამ ეხლა არის ისეთი მომენტი, როდესაც ძალიან დიდი საფრთხეების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა, იმიტომ რომ ის რაც გავიარეთ, რაც პროგრესი იყო, რაც კარგი მოვასწარით და მაჩვენეთ ჩვენს მოქალაქეებს და მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებს და მეგობრებს, რა შეუძლია გააკეთოს რეფორმების კუთხით საქართველოს, ყველაფერს წყალში ჩაყარა ოცნება, ყველაფერს ხაზი გადაუცვა. ასეთი მდარე და დაბალი დონის პოლიტიკა
რასაც ახლა ხედავთ ძნელად წარმომდგენია. დიახ. ქალბატონო, ჩვენ ხედავთ, რომ პოლიტიკური პროცესები საქართველოში უფრო სწრაფად ვითარდება და ვართ კრიზისში. როგორ შეაფასებდით სინდისის პატიმრების დაჭერას, რომელსაც ერთ-ერთ პირს მიუსაჯეს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. რამდენად სამართლიანია დღეს სასამართლო, როგორც იურისტის და პოლიტიკოსის ხედვით? დღეს ვიყავი ციხეში დილიდან და ამიტომაც ალბათ იყო დღესაც ჩემთვის ემოციურად რთული დღე. დღეს რამდენიმე სინდისის პატიმარი მოვინახულე. ანდრო ჭიჭინაძეს ვესაუბრე დღეს დიდი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით, გიორგი ჩიკვაიძეს ვესაუბრე, ირაკლი პაპიაშვილს ვესაუბრე, უდანაშაულ ადამიანების ხედან ციხეში. სამართალი არ არის ამ საქმეებში, დაკარგა სამართალი, სასამართლო. ყველაზე სახიფათო ყოველთვის ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და ყველა ხელისუფლებისთვის ყველა სახიფათო არის, როდესაც ის განიზრახავს, რომ თვითონ მართოს მართსაჯულება და მართსაჯულება მოარგოს საკუთარ პოლიტიკურ გემოვნებას. აი როგორც კი ამას და განიზრახავს და ესე განიზრახა ყველა ხელისუფლება მიწვევს, რომ დაიმორჩილოს სამართალი, რაც ხდის შეუძლებელს. იმიტომ რომ შეიძლება დაიმორჩილო ადამიანები, აკეთებინო მას სუდის საქმეები, რასაც აკეთებინებდა სააკაშვილი, ახლა აკეთებინებს ივანიშვილი. მაგრამ ვერ იმორჩილებს სამართალს, იმიტომ რომ მას აქვს თავისი ბუნება, რომლითაც ის უნდა გაცოცხლდეს კონკრეტულ ადამიანებთან კონკრეტულ საქმეში, კონკრეტული ისტორიის გადაწყვეტით. თუ ბედის თუ ამბავი, რომელიც უნდა გადაწყდეს სამართლით და როგორც კი იწყებს ის გამბრუნდებას, რაც ახლა ისევ ხდება, ამას ხავს უსმევ. არის იწევს ამ პოლიტიკურ ქაოსს. დღეს მოსამართლეები, რომლებიც მათე დევიძეს 4 წელნახევარს უსჯიან, ან ასამართლებენ სინდისის პატიმრებს, გიორგი ჩიკვაიძეს მიუსაჯეს პოლიტიკური განაჩენი გამოუტანეს, გიორგი ბაჩიაშვილს, ირაკლი პაპიაშვილს, რავი, ბევრი ადამიანია ციხეში დღეს უსამართლოდ. რატომ? იმიტომ რომ სამართალი ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას. და ეს მოსამართლეები უნდა დაფიქრდნენ, რა სიმძიმეს იღებენ საკუთარ თავზე. როგორ შეიძლება შენ ადამიანს მიუსაჯო რამდენიმე წელი ტყვეობაში ყოფნა, იმიტომ რომ ეს დაგავალა ვინმე. ეს ხო არის სისხლის სამართლის დანაშაული, თავისთავად ყველას მოსამართლე ჩადის დანაშაულს. და დამნაშავე ასამართლებს უდანაშაულს. გესმით რა ტიპის ქაოსშია ყველაფერი? ეს ხო ანგრევს თავარ ფუნდამენტს, რაზეც დგას სახელმწიფო. კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო. როგორ არის სამართლებრივი სახელმწიფო თუ სამართალი არ არის? თუ მოსამართლეები თავისუფალი არ არიან? და არ არიან, ხო უყურებთ, როგორ აჯარიმებენ ადამიანებს გამოხატვის გამო. ის რომ შენ წერ Facebook-ზე რომ ვიღაცა არის მონა, ან ვიღაცა არის რეპრესიული სისტემის მსახური, ამის გამო ადამიანი დააჯარიმო, ეს არის საბჭოთა რეპრესიების ანალოგი. წარმოუდგენელი 21 საუკუნეში, სადაც ხელისუფლებაში ყოფნა ნიშნავს თმენის ვალდებულებას კრიტიკის მივად. ამის გამო აჯარიმებდი ადამიანებს და იწყებდი ესეთ ცენზურას. აი წარმოუდგენელ სირცხვილს, უკუსლას და ბოლშევიკურ მეთოდებს უყურებ და აი მახსენდება წინა ხელისუფლების პერიოდი, თქვენ ალბათ ნაკლებად გახსოვთ, შეიძლება პატარა იყავით. დიახ. და მე მახსოვს, თუმცა არქივი არსებობს და ყველაფერს ინახავს. ხო, ინახავს და ალბათ უყურებთ, მაგრამ მე ამას ყველაფერს ვეხებოდი პირადად და მაშინაც მქონდა შეხება ადამიანის უფლებებთან და ვიცავდი მაშინაც პოლიტიკურ პატიმრებს. ანალოგიური ვითარებაა, მაგრამ 14 წელი გავიდა და როცა 14 წლის შემდეგ შენ ნაცვლად პროგრესის აჩვენებ იგივეს, რასაც აკეთებდა ცულს, წინა რეჟიმი კიდევ უფრო ძიმედ ჩანს ეს. ანუ სანამ სამართალი არ დაბრუნდება
ყველაფერში და რაც თავარია სასამართლოში, იქამდე იქნება ეს ქაოსი, არ იქნება მშვიდობა. არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა, ეს აქსიომაა. ქალბატონო ეკა, როგორ შეაფასებდით მზია ამაღლობელის საქმეს? ევროპარლამენტმა მიიღო დღეს რეზოლუცია და ოცნებას მოუწოდა პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ. რა ნაბიჯებს გადადგამს, ან თუ არის მოსალოდნელი, რომ გადადგას ოცნებამ ნაბიჯები და გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები? მზია ამაღლობელის საქმე არის კლასიკა. ქალი ჟურნალისტი როგორ დაატყვევეს უსამართლოდ. დიდი სირცხვილია ეს ქართული მართლმსაჯულების. და ყველა ის ადამიანი, ვინც ამ საქმეში მონაწილეობს, ალბათ ცხოვრება ინანებს, რასაც ახლა ჩადის. რაც შეეხება ევროპარლამენტის რეზოლუციას, სამწუხაროდ ისეთ ვითარებაში ვართ, როდესაც ოცნება არ უსმენს არავის. არ აქცევს ყურადღებას საერთაშორისო კრიტიკას. არ რეაგირებს უმძიმეს დარღვევებზე, როდესაც უთითებენ მას. და ეს ძალიან ძვირი ფასი დაუჯდება საქართველოს სამწუხაროდ. პოლიტპატიმრები ტერმინი პირველად გამოიყენა საქართველოსთან დაკავშირებით ჯერ ევროპის საბჭომ და შემდეგ ევროკავშირმა. პირდაპირ მოწოდება, რომ გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები, სხვაგვარად ვერ მოხდება მათი გათავისუფლების გარეშე ვერ მოხდება ამ ურთიერთობის გადატვირთვა, რასაც ოცნება ეუბნება, მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებს. მოდი დავიწყოთ სუფთაფუძვლი. როგორ დაიწყო სუფთაფუძვლი და მძევლები ხავს და გეუბნებიან გაათავისუფლე მძევლები და გაათავისუფლე ქალი მძევალი. როგორ შეიძლება სილის გაწონისთვის ქალი ჟურნალისტი ყავდეს პატიმრობაში ამდენი ხანი? როგორ შეიძლება ერთი დღე მაინც დააპატიმრო ამის გამო ქალი ჟურნალისტი? აი წარმოუდგენელია, როდესაც მისი წინა ისტორია ადასტურებს, რომ ის მიმართ უფრო მძიმე დანაშაული იყო ჩადენილი, ვიდრე რაიმე ტიპის, რა ვიცი, რამ რაც შეიძლება ვინმეს არ მოეწონოს. თუმცა პოლიციელი აცხადებს, რომ მან ფიზიკური ტკივილი განიცადა სილის გაწმით. და მზიამ რომ განიცადა უფრო დიდი ტკივილი და უფრო დიდი შეურაცხყოფა რო გადაიტანა. და ეხლა მისი პატიმრობა ვის ფასად დაუჯდება ქართულ მართლმსაჯულებას. არ ფიქრობენ ამაზე, არ ფიქრობენ ხვალინდელ დღეს, არ ფიქრობენ საკუთარ სულზე, რომელსაც და საკუთარ თავზე, რომელსაც ვერ გაექცევი ვერსად. და როგორ უნდა იცხოვრონ ამ დამძიმებული სინდისით? აი როგორ უნდა გაზარდონ შვილები, როგორ უნდა ასწავლონ სხვებს სამართალი ამ ადამიანებმა, არ ვიცი. არ მესმის ეს მე. არ მესმის ადამიანი საკუთარ თავს ასე რატომ ექცევა? მზიას კი არ ჟიან, საკუთარ თავს ჟიან. მზიას დაშით. დიახ. ქალბატონო ეკა, ჩვენ შევეხეთ მედიის წარმომადგენლებზე და ასევე ვისაუბრეთ იმ კანონებზე, რომლებიც მიიღო პარლამენტმა. რა გამოწვევების წინაშეა დღეს ქართული მედია? აღრჩობენ ქართულ მედიას დღეს ეხლა ცოტა ხნის უსმენდი მარეგულირებელი კომისიის ხელობას. TV პირველის და TV ფორმულას წინააღმდეგ შეტანილი სარჩელები მათი დაშის მიზნით. წარმოგიდგენია თქვენ რომ ჟურნალისტებს ცენზურას უდგენ და უნები რა სიტყვებით ილაპარაკოს, როგორ უნდა შეაფასოს მოვლენები და ეუბნები რომ შენ არ ახსენო რომ არალეგიტიმურია პარლამენტი, არ ახსენო რომ ვიღაცა არის კლანი. წარმოგიდგენიათ ეს რა არის? ეს ხო არის აზრის პოლიცია, ყალიბდება. აზრის მართლმსაჯულება და სისხლის სამართალი არის ქმედების სამართალი. ადამიანები იშებიან ქმედების გამო და არა სიტყვის გამო და არა აზრის გამოხატვის გამო. და ის რასაც მედიას ეხლა ქართული ოცნება უშვება, რასაც უბედავს, ჯერ ხო პირდაპირ ძალადობს ჟურნალისტებს, ცემს მათ, თავს ესხმის და არც ერთი საქმე არ გახსნეს. არც ერთი დამნაშავე არ დასაჯეს. დამნაშავეები შეიფარეს
და ხელი დააფარეს. ამით თანამონაწილე გახდნენ ყველა დანაშაულის სასაჩადიან და მოვა დრო და მათაც სისტემური დანაშაულისთვის გაასამართლებენ, როგორც ხა თვითონ ასამართლებენ ნაციონალურ მოძრაობას. დიახ. გადის თუ არა ხელისუფლება იმ გზას, რასაც გადიოდა ნაციონალური მოძრაობა, მაგალითად ტელეკომპანია ემედის დარბევა? გადის და უფრო მძიმე იქნება ეს პასუხისგებლობა, იმიტომ რომ შენ როდესაც გავლილი გაქვს ეს რეპრესიები და შემდეგ იწყებ იმ ადამიანების გასამართლებას, ვინც ამას ჩადიოდა და შენ თვითონ ხელისუფალი რო ხარ, უარეს ჩადიხარ დღეს. პასუხისგებლობა უფრო მძიმე იქნება. ნახავთ ჩვენ კომისიებს და ნახავთ ჩვენ ამ საქმეების გამო დაბარებულ ადამიანებს. თქვენ ამდვილად მოესწრებით ამას და მეც ვნახავ დარწმუნებული ვარ, მეც მალე ვნახავ, მაგრამ თქვენ უფრო მეტად ვნახავთ ამ ყველაფერს. დიახ. ქალბატონო ეკა, როგორ შეაფასებდით დროებით საგამოძიებო კომისიას, წოლუკიანის კომისიას, რომელზეც დაიბარეს სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერი, მაგალითად გიორგი გახარია უკვე მეორედ დაიბარეს ეგრეთ წოდებული ჩორჩანას საკითხზე. რას ემსახურება ეს საგამოძიებო კომისია თქვენი აზრით? კომისია კონსტიტუციის დარღვევით შექმნეს, პროცედურა არ დაიცვეს, ამიტომ მას დაუკარგეს კანონიერების სახე და უფრო გავს დასჯას. აი ჩემს უკან თუ ხედავთ თქვენ აი ამ წიგნს, ცისფერი წიგნი რო არის, ცოტა ისეთი გრძელი ჟურნალის ფორმის, ეს არის პარლამენტის 2016 წლის დადგენილება, რომელიც ჩემი როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის იმ დროისთვის კომიტეტის თავმჯდომარემ შევთავაზე პარლამენტის დასამტკიცებლად და ეს არის სამართლებრივი დასკვნა. მაშინ მოვამზადე 4 წლიანი მუშაობის შედეგად პარლამენტში ყოფნის დროს შეფასება ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის ადამიანის უფლებების კუთხით. და აი ამ დასკვნაში, რასაც ხედავთ, სპეციალურად მინდევს ეგ საჩვენებლად, ეს იმ კომისიისთვის პროფარისევლობენ. ეს შეფასება რა იყო ის რეჟიმი, აქ მე ეს გაკეთებული მაქვს 2016 წელს. ანუ 9 წლის წინ. დიახ. ამ დასკვნაში არის ყველაფერი ამოყრილი, რა ხდებოდა ადამიანის უფლებების კუთხით ციხეებში, სასამართლოში, პროკურატურაში და ასე შემდეგ. და ასევე შეფასების გარდა, იქ არის კონკრეტული საქმეები, 6000-ზე მეტი საქმე შევისწავლეთ მაშინ. და არის რეკომენდაციები, რა უნდა გაკეთებულიყო მთავრობის მიერ, რომ დაგვეზღვია, რომ არ განმეორებულიყო ის რეპრესიები, რაც მოხდა. პირველი და მთავარი რეკომენდაცია იყო სასამართლო რეფორმა. იმიტომ რომ ყველაფერი რაც ხდება უკანონობა დღეს უნდა იცოდეთ, რომ ყველაფერში ყველაზე მეტად დამნაშავე არის სასამართლო და მოსამართლეები, რომლებიც ამას აკანონებენ. აი ყველაზე მთავარი რეკომენდაცია არ შეასრულა ქართულმა ოცნებამ. სასამართლოს გაურიგდა და წინა ხელისუფლების მოსამართლეები გადმოიბარა. რატომ არ იბარებს წულუკიანი არც ერთ მოსამართლეს, რომელიც მაშინ უკანონო გადაწყვეტილებებს იღებდა? რატომ არ იბარებს? სად არის მისი სიმართლე, ან პრინციპულობა, ან გამბედაობა ამ დროს? სად არის? მე მასთან მაქვს ეს კითხვები, რატომ არ იბარებს სააკაშვილის პერიოდის მოსამართლეებს და არ ეკითხება ამ საქმეებზე, რომელსაც იხილავს. რატომ? იმიტომ რომ დღეს ყველა დააწინაურეს და ყველა მათგანი თანამდებობებზე კიდევ უფრო მაღალ ეშელონებში არიან და აი ამიტომ არ იბარებენ და ესა მათი ფარისევლობა. დიახ. როგორ უნდა დაიწყოს სასამართლო რეფორმები საქართველოში, რომ აღმოიფროს ეს პრობლემა? პირველ რიგში ჯალათები არ უნდა იყვნენ მოსამართლის მანტიაში, ცხრის ქურქში გახოვული მგელი. მგელი გადაწყვეტ სამართალს. აი ესეა მოსამართლე, რომელიც მანტიაში გახოვული ჯალათია. პირველ რიგში უნდა გაუშვა ჯალათები და ჩამოართვა მას მართლმსაჯულების საჭე. აი ეს არის პირველი ნაბიჯი, ყველა მოსამართლე
საქმე უნდა გაიაროს კეთილსინდისიერების ტესტი, მოვად რო და ამ საქმეებს დაუდებენ და კითხავენ, რატო უსჯიდი მათედევიძეს, ანდრო ჭიჭინაძეს, ზვიად ცეცხლაძეს, რა ვიცი, გიორგი ჩიკვაიძეს, ირაკლი პაპიაშვილს და ნებისმიერს, ვინც სინდისის პატიმარია, ეზოკი იგნაძეს და სხვებს, რატო უსჯიდი? და აღმოჩნდება, რომ პირველი ამით უნდა დაიწყოს და შემდეგ უნდა რეფორმა უნდა შეეხოს იუსტიციის საბჭოს, რეფორმა უნდა შეეხოს იუსტიციის სკოლას და რეფორმა უნდა შეეხოს ძალაუფლების კონცენტრაცია რო არ მოხდეს არავის ხელში და რომ ეს იყოს თანაბარი განაწილება ისე რომ არ შეიქმნას არასოდეს ახალი ძალაუფლების მქონე ისეთი ცენტრი, რომელიც მართლმსაჯულებას ხელში ჩაიგდებს. დიახ. დროებით საგამოძიებო კომისიაზე დაიბარეს ნიკა გვარამია, ზურაბ ჯაფარიძე. არ მივიდნენ ისინი, არ გამოცხადნენ საგამოძიებო კომისიაზე და დაიჭირეს. აქვს თუ არა ბრძოლის უნარი ოპოზიციას დღეს რომ იბრძოლოს. საზოგადოების ნაწილი ამბობს, რომ ოპოზიციას არ ჰყავს ლიდერი და მათ მიმართ დაბალი ნდობა აქვთ. პრობლემები ყველგან არის, როდესაც ავტორიტარული რეჟიმი ყალიბდება და კანონები არის უსამართლო, სასამართლო არის სამართალდაკარგული, არც ერთი უწყება არ ასრულებს თავის ფუნქციას, იქ ვერც ოპოზიცია ვერ იქნება იდეალურად. რომ მარწუხებში რო აქცევ ადამიანებს, ბუნებრივია ეს მათ ამყოფებს ძალიან რთულ მდგომარეობაში. ამიტომ ინიციატივა ხელში უნდა აიღოს ხალხმა, როგორც ხელისუფლების წყარომ. ხალხმა უნდა გადაწყვიტოს საკუთარი ქვეყნის და თავის ბედი და თქვას, რომ ეს ქვეყანა ჩვენია, ჩვენ არ გვინდა ჯალათები სათავეში. ამიტომ ერთი ლიდერი თუ არ არის, ქართველი ხალხი იყოს თავის ლიდერი, ყველა იყოს თავის ლიდერი. პროცესის ორგანიზება შესაძლებელია აი გარკვეულმა ადამიანებმა, მაგრამ არავინ არ უნდა იყოს ერთი, რომელიც თვითონ იღებს გადაწყვეტილებას. ხალხმა გადაწყვიტოს, რომ უნდა იცხოვროს სამართლებრივ სახელმწიფოში. და ამიტომ პოლიტიკური ლიდერების დეფიციტი ან ნდობის ფაქტორი რო არის დღეს, ნუ გასაგებია, მუშაობს შავი პიარი ყველას წინააღმდეგ. ამიტომ მოდი ხალხმა აიღოს ინიციატივა თავის თავზე. დიახ. ხალხი ასევე ამბობს, რომ პოლიტიკოსები, ოპოზიციის წევრები არ დადიან რეგიონში ხალხთან შესახვედრად. თქვენ როგორ შეაფასებდით? არის გამოირჩევიან თუ არა ისინი აქტიურობით დღეს? ხო, ალბათ არ არის საკმარისი. მოთარ რეგიონებთან კონტაქტი არ არის საკმარისი. ალბათ მეტი მუშაობა არის საჭირო ხალხთან, მეტად დიალოგი არის საჭირო ყველასთან, ყველას უნდა დაელაპარაკოს. მაგრამ როგორც ჩანს არანორმალურ გარემოში ყოფნა, აი მუდმივი რეპრესიების რეჟიმში ყოფნა, მე მგონი რომ ამ პრობლემებს ამძაფრებს და აი ეს დეფიციტი არის კი, მეც ხედავ რომ რეგიონებს აკლიათ კომუნიკაცია და საჭიროა მეტი რაღაც ცდილობები არის ამისი, აი ხა მაგალითად მე პირადად ბოლო 4 წელია ყველაზე დიდი დრო დაუთმე რეგიონებს, როდესაც არაჩვეულებრივი პროექტი გავაკეთე მართლმსაჯულების სახლში და საჩუქრად დავიწყეთ ჩასვლა რეგიონებში. USAID იყო ჩვენი მხარდამჭერი, არაჩვეულებრივ საქმეს აკეთებდა. ჩავდიოდით ზუგდიდში, სადაც სოხუმი და აფხაზეთიდან გადმოდიოდნენ სტუდენტები. მათ ვასწავლიდით სამართალს, ადამიანის უფლებებს, ზუგდიდის გარდა ბათუმში, თელავში, ქუთაისში, აი ამ რეგიონებში ჩასვლით ცდილობდით, რომ მეტად მიგვეტანა მათთან რა არის ადამიანის უფლებების კუთხით გასაკეთებელი, მაგრამ ეს არის საკმარისი, მე ვამბობ პროფესიული კუთხით ახალგაზრდობას ჩვენ 4 წელი და მე პირადად 4 წელი და ბოლო 4 წელი სრულად ამას დაუთმე რეგიონებს. და იქ დავინახე, რომ ეს საკმარისი არ არის და საჭიროა უფრო მეტი მუშაობა რეგიონებში. დიახ. ქალბატონო ეკა, დაიჭერენ თუ არა გიორგი გახარიას, ეგრეთ წოდებულ ჩორჩანას საგუშაგოს საქმეს, როგორ შეაფასებთ? არ ვიცი, არა, ეს დამოკიდებულია რა ხასიათზეა გადაწყვეტილების მიღების პირი. სამართალი აღარ მუშაობს, ამიტომ
ადამიანი რა ხასიათზე გაიღვიძებს, ვინც დაჭერის ბრძანებებს იძლევა. არის თუ არა ეს ბიძინა ივანიშვილისგან მართული პროცესი? ხო, მაგრამ არ ვიცი, ამას ვერ გამოვიცნობ, იმიტომ რომ წინასწარმეტყველება არ არის ჩემი საქმე. კი ბატონო. ქალბატონო, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება. მაგალითად, გახარია საქართველოსთვის მონაწილეობას აპირებს არჩევნებში, თუმცა ბევრი ოპოზიციის ლიდერი ბოიკოტს უცხადებს არჩევნებს. თქვენი აზრით, უნდა მიიღონ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა ოპოზიციამ? რთული კითხვა, იმიტომ რომ ამ გადაწყვეტილებას სჭირდება კონსენსუსი, ერთიანობა და უნდა შეთანხმდეს ყველა, რომ ყველა მიდის ბრძოლაში ამ ფორმით ან არა. გარემო არის უფრო მძიმე, ვიდრე საპარლამენტო არჩევნების დროს, უფრო დამძიმებულია პოლიტიკური გარემო, საარჩევნო გარემო. ამიტომ ძალიან რთული საკითხია, მაგრამ ვიცი ერთი რამ რაც არ უნდა მოხდეს, რომ არ უნდა მოხდეს ის, რომ ნაწილი წავიდეს არჩევნებზე ოპოზიცია და ნაწილი არა. ეს გამოიწვევს ამორჩევლის დაგსაქვსვას და ამიტომ ვისაც უნდა მონაწილეობის მიღება და ვინც ამ იდეას ემხრობა, უნდა ელაპარაკოს ყველას, ვინც ამ საწინააღმდეგო აზრზეა, განსაკუთრებით სინდისის პატიმრებს, მათ ოჯახებს, ახლობლებს, მათ უნდა ელაპარაკოს და დაარწმუნოს თავის პოზიციაში, რომ ერთიანობა ჩანდეს. ესაა მთავარი. დიახ. ოპოზიცია ამბობს, ოპოზიციის ნაწილი უფრო სწორედ ამბობს, რომ ქუჩაში დგომა არის გამოსავალი. თქვენ რაში ხედავთ გამოსავალს? ქუჩაში დგომა არის შეუცვლელი პროტესტის ფორმა, ეხლა. მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ანუ საჭიროა გამოხატული პროტესტი გარეთ, ეს აუცილებელია, იმიტომ რომ იგრძნობოდეს პროტესტი, მაგრამ საჭიროა ყველგან ასეთი წინააღმდეგობები, სადაც ხდება უსამართლობა. ერთი ადგილი ქუჩა, რუსთაველი არ არის მხოლოდ საკმარისი, სადაც პროტესტი უნდა იგრძნობოდეს. ყველგან, სადაც კი ოცნება ჩნდება თავის უსამართლო ქმედებები, ყველგან საჭიროა ეს წინააღმდეგობა. როდის არის ქვეყანა ძლიერი და ხალხი ძლიერი? აი რატოა ფრანგი ხალხი ესეთი თავისუფალი? იმიტომ რომ ყველა უსამართლობაზე გამოდიან მასშტაბურად გარეთ. გერმანიაში ვერასდროს ვერ გაბედავს პოლიციელი ასე მოექცეს თავის მოქალაქეს, თავები დაუხეთხოს ქუჩაში და უდანაშაულო ადამიანები ცემოს კოლექტიურად ან ინგლისში, ან ამერიკაში, ან შვეიცარიაში. რატომ? იმიტომ რომ ხალხი არ აძლევს ამის უფლებას. მისი სახელით მოლაპარაკე ხელისუფალი თუ იქცევა როგორც აბაზაკი, იმას მოკიდემენ ხელს ქეჩოში და გამოიყვანენ იქედან. არ მისცემენ უფლებას, რომ გააგრძელოს საქმიანობა და ჩვენ რას უყურებთ დღეს? რაღაცა ნაწილი იბრძვის, რაღაც ნაწილი ჩერდება და რა გვჭირს ხალხო, აი რა გვჭირს? როგორ შეიძლება რომ ყველგან ეს პროტესტი არ ისმოდეს? დიახ. ქალბატონო ეკა, ქართული ოცნება ყოველთვის იწვევდა ხოლმე არჩევნებში დამკვირვებლებს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, მაგალითად EUTOODIR-ს. თუმცა გადაწყვიტა ქართულმა ოცნებამ, რომ აღარ მოიწვიოს ეს დამკვირვებლები არჩევნებში. რა სურს ხელისუფლებას ამით? არის თუ არა შესაძლებელი, რომ ისევ გაყალბდეს არჩევნები? დამკვირვებელი არ გინდა მაშინ, როცა რაიმეს მალავ. როდესაც გამჭვირვალედ ატარებ არჩევნებს, დამკვირვებლის არ გეშინია. ის რომ ქართულ ოცნებას აღარ უნდა დამკვირვებლები, ეს იმას ნიშნავს, რომ არ უნდა აჩვენოს როგორ არჩევნებს ატარებს. EUTOODIR-ის დასკვნა იყო უმძიმესი საპარლამენტო არჩევნებს, უმძიმესი. ის ფაქტურად გამორიცხავდა ლეგიტიმაციას. ამიტომ არ უნდა არავის მოწვევა, რაც უნდა დამკვირვებელი. შიგნით ისეთი კანონები მიიღო რეპრესიული, რომ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები ვეღარ იმუშავებენ. ეს რა არჩევნებია წესების გარეშე? ეს რა არის? ეს არის ორთაბრძოლა წესების გარეშე. და მაშინ აქ წესების გარეშე ბრძოლა როცა არის, მუშტი კრივით იბრძვია ვინ მოერევა და ეს არის არჩევნები. ეს რა არჩევნებია? როცა არანაირი წესი არ არის დაცული და არანაირი პარიტეტი არ არის და არანაირი თანაბარი გარემო არ არის. დიახ. რამდენად არის დღეს საქართველო ევროპასთან ახლოს და შეიძლება თუ არა რომ დავკარგოთ ვიზონის მოსვლაც? სადავართ ახლოს, ჩვენ ისე დავშორდით ცივილიზებულ სამყაროს და ისე მივეწეპეთ ოცნების წყალობით დამპყრობელ ქვეყანას, როგორც არასდროს. საქართველო ეხლა
ოცნება ესე მიათრევს პროფესორად მიათრევს ოკუპანტი ქვეყნისკენ და უნდა რომ მოგლიჯოს ცივილიზებულ სამყაროს. სადაც საქართველოს ისტორიული არჩევანია, სადაც ჩვენ წინაპარი იკვლევდა ამ გზას და კაფავდა ამ გზას, რომ ყოფილიყო ევროპული ოჯახის წევრი. ეხლა საქართველოს დაუკარგა ეს გეზი და ეს არის ყველაზე უპატიებელი, რასაც ჩადის ოცნება. დიახ. ქალბატონო ეკა, რამ გამოიწვია თქვენი აზრით საკადრო ცვლილებები ქართულ ოცნებაში? ღარიბაშვილი კერძო სექტორში წავიდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად დაინიშნა ანრი ოხანაშვილი. თქვენი კუთხის ადამიანია, დიახ. სურს თუ არა რომ მან თავისი გავლენები გამოამჟღავნოს შიდა ქართლში? არა. თქვენი აზრით. არ ვიცი ხა კორუფციაში რო ყველა ჩაფლული ეს ხადია, მაგრამ რა იწვევს ამ ცვლილებებს? ყება შიგნით ოცნებაში. მათ დიდი წინააღმდეგობები ერთმანეთთან, იმიტომ რომ ეს კრიზისი აფუჭებს, აზიანებს, ანგებს ყველაფერს და მათ შორის ქართული ოცნების შიდა მდგომარეობაზეც ახდენს გავლენას და ამის დასტურია ეს გაუგებარი ცვლილებები. ანრი ოხანაშვილს არ აქვს იმის კომპეტენცია, რომ უხელმძღვანელოს უსაფრთხოების სამსახურს, ამიტომ მას არც მიიღებს ეს სამსახური ჩათვალეთ, რომ ნომინალურად იქნება იქ. მაგრამ რეალურად ალბათ სხვა ხალხი მართავს მაგ სამსახურს და სხვა ჯგუფი. დიახ. ქალბატონო, გაზრდილია თუ არა საქართველოში კრიმინალი? რას აკეთებს შიდან გასაქმეთა სამინისტრო და ასევე პროკურატურა? როგორც იურისტი და ასევე პოლიტიკოსი. სამართალი დაკარგულია, რა თქმა უნდა, დანაშაული იზრდება. და როდესაც კორუფცია ყველგან დანაშაული იზრდება. და ეს ძიმე ფასად დაუჭდება ოცნებას ძალიან. დიახ. კორუფციული გარიგებები უფრო რომელ სექტორში ვლინდება? ყველგან, განსაკუთრებით სადაც არის ტენდერები, პროექტები, გადანაწილებულია ყველა ტენდერი. მე არც კი ვიცი არის სადმე ისეთ ტენდერი, რომელსაც შემთხვევით მოიგებს პატიოსანი კომპანია. ყველა ტენდერში საკუთარი ინტერესები აქვს, საკუთარი ახლობლებია, საშინელი კორუფცია ყველგან და ამაზე ბიძინა ივანიშვილი როგორ აძლევს ამის უფლებას და მე ალბათ მე რო გაიგებენ რომ ვიღაცამ გადაამლაშა, გადაამეტა, როგორც ის აჭარაში მოხდა აჭარის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარის შემთხვევაში, რომ ეხლა აღმოაჩინეს რომ კორუფციაში რო არის ჩაფლული, ეხლა გაიკითხეს, გამოიკითხეს ბათუმი რატო წავაგეთო, იკითხა უცნობა ქუთაისი რატო წავაგეთო, თბილისი რატო წავაგეთო, იმიტომ რომ ყველა კორუფციაშია ჩაფლული. ეს გამოაშკარავდება ყველაფერი, როგორ იპარავენ ბიუჯეტის ფულს. ადამიანებს რო არ უჭირდეთ, აბა ქვეყნა რატო გარბიან? სამსახურის აძებნელად ამდენი ადამიანი უცხოეთში რატო წავიდა? ამდენი ემიგრანტი საქართველოს არასდროს არ ყოლია. თუ არ უჭირთ რატო გარბიან? დიახ. დაიცალა რეგიონები, დაიცალა ეხლა ვიყავი კასპის სოფლებში, ვიყავი წალკის სოფლებში, ღმერთო ჩემო, აი როგორ დაცლილია ყველაფერი, აი იქეთ გურიაში ჩადით, იმერეთში ჩადით, კახეთში ჩადით. რამდენი ადამიანია წასული საქართველოდან? დიახ. ბიძინა ივანიშვილი პირდებოდა მოსახლეობას, რომ გახსნიდა ქარხნებს რეგიონში და დაასაქმებდა მოსახლეობას. შეასრულა თუ არა ეს დაპირება და დარჩა თუ არა ეს დაპირება ისე დაპირება? ხალხს კითხეთ, თუ რა შეასრულა და რა არა. ხალხს კითხეთ და გეტყვით, სად არის საბა თავად დაპირებები. ყველაფერს უღალატეს, რასაც კი პირდებოდნენ ადამიანები. ქალბატონო, დაძაბულია დღეს ისრაელსა და ირანს შორის ურთიერთობა. თქვენი აზრით როგორ გადაწყდება ეს პროცესი საერთაშორისო დონეზე? დღეს უკიდურესად საფრთხის შემცველია ეს მოვლენები, რომელიც ვითარდება ახლა აღმოსავლეთში. და ყველაფერი ეს გავლენას ახდენს საერთაშორისო კონტექსტზე.
ჩვენ ახლა უნდა ვიყოთ ძალიან ფხიზლად, იმიტომ რომ შეიძლება გაიზარდოს ქვეყანაში შემოსვლა ირანიდან ტოვილების. ჩვენი საზღვრები არის დაუცველი და ამიტომ ამ დაუცველი საზღვრების პირობებში უნდა ვიცოდეთ, რამდენად მუშაობს სისტემები, მაგრამ ისე ვიქმნებდივართ, როცა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება გაურკვეველია ვის ხელშია და როცა ასეთი პოლიტიკური კრიზისია, არაფრის, განცდა ადამიანებს უსაფრთხოების და დაცულობის არ აქვს. ეს ძალიან სახიფათოა, იმიტომ რომ ამ დროს იწყება ძალიან დიდი მიგრაცია, იწყება მოქალაქეების გასვლა კონფლიქტის ზონიდან სხვა ქვეყნებში და დიდი საფრთხეა, რომ საქართველოს მოაწყდეს ძალიან ბევრი ადამიანი და ჩვენ ხედავთ რა ხდება ჩვენ ქვეყანაში. როგორი შიდა, როგორი მიგრაცია, მე როგორი გადინება, დაცლილი საქართველოს და ეხლა ამდენი ტოვილის მიღება ქვეყანას შეუძლია, რა თქმა უნდა, ეს იქნება უმძიმესი პრობლემების მომტანი და არ ვიცი ამაზე საერთოდ ვინმე ფიქრობს, საერთოდ ვინმე მუშაობს. არა მაგანცდა რომ ქვეყანაში რომელიმე სტრუქტურა, რომელიმე სამსახური მუშაობს და ფიქრობს საკუთარ მოქალაქეებზე და საკუთარ ქვეყანაზე. არ მაქვს ამის შეგრძნება, რომ ვინმეს ეს ბედი, ჩვენი ქვეყნის მომავლის ბედი, ვისაც თანამდებობები აქვს, მათ აწუხებს. დიახ. ქალბატონო ეკა, როგორი უნდა იყოს საქართველოს საგარეო პოზიცია, ბოლო კითხვა ეს და დავასრულოთ გადაცემა. პირველ რიგში უნდა დაუბრუნდეს საქართველოს თავის კონსტიტუციურ არჩევანს. ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია 78 მუხლში, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი უნდა იყოს შეუქცევადი. ეს არის ისტორიული და ღირებულებითი არჩევანი ჩვენი მოქალაქეების და პირველ რიგში უნდა გასწორდეს ეს დაკარგული ვექტორი და ჩრდილოეთიდან გადმოვიდეს ევროპული ცივილიზაციისკენ, რომ საქართველოს მეგობრები, რომელიც დაუკარგა ოცნებამ, დაიბრუნოს ეს მეგობრები. იმისთვის, რომ ქვეყანა, რომელიც არის პატარა, მაგრამ უნიკალური ისტორიის, მას ყავდეს ძლიერი მხარდამჭერები ქვეყნის გარეთაც და საგარეო კურსი ასეთი სამარცხვინო, ასეთი დაბალი დონის დიპლომატია, რაც ახლა აქვს ოცნებას, არასდროს არ ქონია. ენა, რომლითაც ის ელაპარაკება მეგობრებს, არის დაუშვებელი, არის შეურაცხმყოფელია, გამაოგნებელი. არ ვიცი, ეს ძალიან სწრაფად უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ ქვეყანას ადგება უდიდესი ზიანი ოცნების არაკომპეტენტური ადამიანების გამო. დიახ. ქალბატონო ეკა, თქვენ გიყურებთ რეგიონში მაცხოვრებლები, რას ეტყოდით მათ? პირველ რიგში მინდა უსურვო მხნეობა, მინდა უსურვო მაღალი მოქალაქეობრივი პოზიცია და ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ პირველ რიგში ვართ ჩვენი სამშობლოს მოქალაქეები, რომელთაც გვაქვს აი მარტო უფლებები, ამით ვალდებულებები. აუცილებელია, რომ ჩვენ აი ხმამაღლა ვთქვათ, როცა არ მოგწონს, როგორ იქცევა მართველი პარტიიდან რომელიმე ჩინოვნიკი, ამაზე დუმილი არ შეიძლება. რეგიონებს ჭირდება მეტი ყურადღება, მაგრამ ადამიანებმა უნდა მოითხოვონ ეს თავად. უნდა მოითხოვონ მათგან, ვინც მათი სახელით ლაპარაკობს. უნდა გადავაბიჯოთ იმ სტერეოტიპებს, რომ ვიღაცას გონია, რომ ხელისუფლებაში მყოფი პირი მისი უფროსია. თქვენი თავის უფროსები ხართ თქვენ და ამიტომ უნდა იბრძოლოთ თქვენი უფლებებისთვის. უნდა დაარქვათ სახელი, როცა ცუდია, რომ ცუდს აკეთებს ვიღაც და უნდა გამოხატოთ ეს პროტესტი, კი უნდა გავჩუმდეთ. არამედ ერთმანეთის თანადგომით და თანაგრძნობით უნდა მივიღოთ ჩვენი და ჩვენი შვილებისთვის უკეთესი რეალობა. მე ამას უსურვებ, მათ შორის თქვენს რეგიონს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ცხოვრებაში. დიახ, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში ჩართვისთვის. აქტუალური თემის სტუმარი იყო ეკა ბესელია. მაყურებელს კი მშვიდობიან საღამოს უსურვებ. შევხვდებით 4 შაბათს 20 საათზე აქტუალური თემებითა და სტუმრებით.